საცხოვრისები, სახლები, სადაც ცხოვრობდა, რომელიც ბანკებმა წაიღეს, ან აწი უნდა წაიღონ. ამის უფლება რეალურად ეს ხო კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ ადამიანს თუ კი ერთი საცხოვრისი აქვს და მისგან ასახლებ, მაშინ სახელმწიფო არის ვალდებული, რომ დააკმაყოფილოს ის საცხოვრისი, თუ სოციალური სახელმწიფო გვაქვს და აი ეს სიტუაცია გამგვიმარტე, იმიტომ რომ კაიგენაცონა. ჰიპოთეკური სესხის საერთოდ არსი მდგომარეობს განა იმაში, რომ ადამიანმა თავისი ბოლო საცხოვრისი ჩადოს. მთელ მსოფლიოში მიღებულია ჩვეულებრივად, რომ შენ იღებ ჰიპოთეკურ სესხს და ამ ჰიპოთეკური სესხით შენ ყოლყიდულობ საცხოვრის და ამ საცხოვრის შემდეგ გარანტად ამ სესხს ხდები განა შენ რა თქონდა იმასთან. ამ ჰიპოთეკური სესხით რასაც ახალგაზრდა ოჯახი როდესაც შეიქმნა, ხო? უნდა დინა იღებდეს ჰიპოთეკურ სესხს და დებენ ამ საცხოვრისს. ახლა შემდეგ რა ხდება? კარგი, მაგრამ მასე დავახასიათოთ, წავყვეთ ახლა ამ სიტუაციას. ახლა ჯერ პროცენტული განაკვეთები ვისაუბროთ. მე ჩამოგიტვი სოფლიოს ქვეყნებს, სადაც ყველაზე დაბალი ჰიპოთეკური განაკვეთებია. პირველ ადგილზე იაპონია 1.21%-ია წელიწადში. მეორე ადგილას არის შვეიცარია 1.42%. ეს მესამე ადგილას ფინეთია 1.53%. მეოთხე ადგილას შვეიცია 1.87% და მეხუთე ადგილას სხვადასხვა გამიკვირდა სლოვენია 1.92%. ანუ ამ ხუთ სახელმწიფოში ჰიპოთეკური სესხი წლიური. ხო, თანაც შვეიცარიაში 100 წლით შეგიძლია აიღო. ოღონდ შთამომავლობა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ხდები რასაც ვიძახი, რომ გადაიხდიან ამ სესხს. შემდეგ პირველ ათეულში შედის აგრეთვე გერმანია, ჩეხეთი, ლიტვა, ტაივანი და ავსტრია. იქ დაახლოებით 2%-ია. ახლა ნახე რა ხდება. აიღო მაგალითად, ხო, კიდევ ძალიან საინტერესოა დანია მაგ კუთხით. დანიაში 1.5%-დან 2.5-3-მდე არის, მაგრამ ეს როდესაც დიდი ხნით იღებ. 20 წლის სესხს როდესაც იღებ 0%-ია. საერთოდ პროცენტს არ უხდი. და არის სიტუაციები, სადაც 10 წლით რო იღებს ადამიანები სესხს, მით უმეტეს ოჯახები 100% განაკვეთია შემოერმე. ესე იგი ეს რას თავს, იცი? ბანკი იქეთ უხდის პროცენტს. 21 ოჯახმა იყო 100,000 евро და ყოველ წელიწად, ყოველ თვეში 38 ევროს ბანკი იქეთ უხდით. ხდები რა ის პროცენტი, ხო და კარგი ეს ყოველთვის არ არის. ახლა ესე იგი რაიმე ოდნავ გაუჭირდებათ თუ არა. ეგრევე ჰიპოთეკური არ დადეგები ერთწლიანს, ეგრევე მიცემი. ლიშტაფნოი ჯარიმები რა, ჯარიმი რაბზეს ესე იგი დაკარგა სამუშაო, მაგალითად და ადამიანის სპეციფიკა. ბანკი ზრუნავს რომელია, ბიჭო, ყირაზე გადადის. რომ თავისი სესხებელი ვინც არის რამენაერად დაასაქმოს. სადარ ესე იგი როგორ გითხრა? ესე იგი ბანკს თავიდან ბოლომდე აქვს პასუხისმგებლობა აღებული გენაცვალე სესხებელზე. გამიგეს შვილი ვიზრუნავს ბიჭო ბანკი. ოღონდ სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის კიდევ რაც არ უნდა ცუდი ქვეყანა ავიღო. არის მაგალი პროცენტები. რომ გამოასახლო შენ დინიდან ოჯახი, სადაც 18 წელზე პატარა ბავშვია და არ იფიქრო ის საწავა, აუცილებლად თავშესაფარი უნდა ქონდეთ, აუცილებლად თავზე ჭერი უნდა ქონდეთ. აი ჩემ სანამ ამ სიტუაციამ იმპაქტი დამემართებოდა 400-ზე მეტმა ადამიანმა თავი მოიკლა.
აი გუში კაც გადავდი 1-10 დღის მერე ცოლსტები შა რა გჭი ჩემმა მეუღლემ თავი გული ცუდად ხდებოდი კაცი ხელში ჩაგვაკდა გამოსახლებისას როდესაც ჩამოყავდა კაცი მოგდა ვეხვეწებით რომ გამოგვასვენებიე ბინიდან ვარი გითხრეს გარაში ფარაკში დავასვენე და რომ გამოიყვანე წვიმადან ნუ ხვალაზნელები ასე არ მოიქცეოდნენ ხელოვნდებოდი რა სისხლი გადასხმული გაქვს სისხლი თქვენ განეწლებო რომ თეთა ბიჭო ეს მე ასეთი ხალხი არ მინახე აღლა ერთი რამე მინდა კიდევ მინდა რომ დააფიქსიროს სუყვენა რატო არის როდესაც ვიძახი რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ეხლა ძალიან თქო ყურადღებით რა ხო კიდევ ეს სანამ ამაზე გადავა მერების კანდიდატებს შორის იყო საუბარი ახლა რაც მართალი კუკავა დაელაპარაკა მაშინ კახა კუკავა ელაპარაკა იმას აქვია კაცო ლელო ძლიერი საქართველოს კუპრაძე ვიცნობდი მაგმაღანას და ეს ყოფილა ეს ირაკის სხვადასხვა ამ აზოტში რო შევიჭალე გვერდ ვიყავი და მართლა რაღაც ხანუ გასაგებია რომ მე ეს თავიდან არ იქნებოდა წმინდა წრის დადევი და ეუბნება რომ ტიბისი ბანკსო 3 ადამიანი ყავს რა გამოსახლებული თუ 4-ო ტიბისი მარტი არასახლებდა მე რასაქმე მქონდა ჩემო ერმინო რამოდენიმე აი 1 10 12 თითოეულზე 15-მდე მიკროსაფინანსო შვილობილი ამათი შვილობილი მიკროსაფინანსოები რომლებსაც ერთი და ორი კი არა ჩვეულებრივი კერძო მევახშეების კლანები ყავდათ საკუთარი ხვდები რასაც ვიძახი უკვე შვილობილები კი აღარ იყვნენ შვილიშვილები იყვნენ და შვილთაშვილები ამ ორი ბანდის და როგორ თვითონ და ამას ხალხი ამას ნუ გამეკვირდა გოგო რატო არ უთქვა ეს ნახო კანონით უნდა ცოდნოდა ახლა იმან ქეიჩი შენ ვიზეთ საუბრობ ჩემი მკმენა მიცის ეს ყველაფერი შესანიშნავად ერთად ნახულობთ ეს ყველაფერი ახლა მე გადავდივარ სხვა რამეზე როგორ იყენებს ამ საბანკო სამევახშეო ტერორს ხელისუფლება სათავისად და როგორ ეფექტიანად იყენებს ამაზე მინდა ვისაუბრო რა მიზნებია პირველი ნუ ფინანსური რასაკვირველია რომ უზომო სიხარბე და ანგარება ამ 21 საუკუნების გოფსეკების და სოლომონ ლიჩაგის მეჯგანუაშვილების ამ საოცარი პარაზიტებისა და წურბელების ამ პირანეების რაღაც ახალი დაერსახოების უზომო ანგარება უზომო სიხარბე იყოს დაკმაყოფილებული მაგრამ ეს არ არის ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი მეორე მიზანი რა აქვს და რასაც მიაღწიეს სხვადასხვა საქართველოს მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დაცლილი ამაკი უტეხინების თავმოყვარე აი საკუთარი როგორ გითხრა არა მართული ადამიანებისაგან გამიგე ანუ ხელისუფლებისათვის ყველაზე უფრო არასასურველი ადამიანებისაგან დამერწმუნე ერმილია ქვეყანაში სადაც კარიერული წინსვლისა და მატერიალური კეთილდღეობის ერთადერთ ფაქტორს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ უწყი მორჩილება და მონური ერთგულება გაბატონებული ფინანსური პოლიტიკური კლანის მიმართ ასე ნორმალურ წესიერ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის თითქმის არავითარი შანსი არ აი შანსი არ გააჩნიათ რა გადაკეტილია მათთვის ყველასა და ისინი განა რამეს რო იძახიან კაზინოში წავთო ის გააკეთა მე ამ 1000-ობით ნუ 100-ობით კარგი რამ ბრავა ნუ 1000 1500 საქმე ხო გაიარა კაცო ჩემ ხელში ხო მე მაგალითად არ მინახია 2-3 თუ რაღაცაც ზოგი წამაზე უმრავლესობა იღებს ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოჯახის წევრის ან იღებს სასამართლოზე ან საპროცესო და უმრავლესობა ელემენტარული ფიზიოლოგიური ლუკმაპულისათვის იღებს ვალს და შემდეგ ეს ხახალზე გეომეტრიული სისტრაფით იზრდება ხვდები რასაც ვიდახი პროცენტის
სუდან გახდები და ესეთი ხალხი ფაქტურად გამწირულია. ნუ თავის ოჯახთან ერთად ქუჩაში დარჩეს ყოველგვარი სახსრების გარეშე. ორი ვარიანტი, ან უნდა დაიღუპოს, ან დედასამშობლო დაკარგოს და დატოვოს. და კიდევაც დატოვეს ძალიან ბევრმა და მილიონზე რო ვიძახეთ, მილიონებზე ძალიან დიდი წილი ზუსტად ამ საბანკო ტერორიზმგან გაუბედურებული ხალხია. და მესამე და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი უნდა ჩააგდონ ისეთ უძიმეს ეკონომიურ ფინანსურ ვითარებაში, რომ მათ ყოველდღიურ იძულებით საქმიანობას წარმოადგენდეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი და საკუთარი ოჯახისათვის ლუკმაპურის ძიება და სხვა არაფერი. გამიგე რასაც ვიძახი. ამით უნდა იყოს დაკავებული ეს ადამიანები. ასეთ სიტუაციაში, უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები რო დაიკმაყოფილეს, ასეთ ვითარებაში მათ საეროზე, საქმეზე ქმედების და მოქმედების კერა ფიქრის დროც კი არ რჩება. ეს არის ძალიან დამღნელი დროში გაწელილი ცხოვრების წესი ამ ხალხის ცხოვრება და მათ ხშირად უხდებოდათ ასეთ ადამიანებს პირად თავმოყარეობაზე, ღირსებაზე გადაბიჯება და დამცირება და არაერთხელ მოტყუებული სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ ისინი თანდათანობით სრული უიმედობის და ნიჰილიზმის მდგომარეობაში ვარდებოდნენ. გამიგე და ზუსტად ეს არის ხელისუფლების უმთავრესი მიზანი. ასეთ გაუბედურებული, ასეთ განადგურებული ხალხის მართვა მათ იოლად და იაფად შეუძლიათ უკვე. გამიგე ჩემო ერმილე, მაგის მაგალითი შემილია ჩვეულებრივად მოგიყვანო. იცი ვარშავის გეტო, ხო სწორი ვარ რა? 1940 წელს შეიქმნა ვარშავის გეტო ძმაო. ამ ვარშავის გეტოში შემოძამიკო თავიდან 450,000 კაცი იყო. რაღაცა 2% ნახევარი იყო ვარშავის, სადაც შეყარეს ესა. ფრანკი იყო, განს ფრანკი, გენერალ-გუბერნატორის ხელმძღვანელობდა ამას. შემდეგ 53-ში უკვე ფაქტიურად განადგურდა მთლიანად თავიდან ბოლომდე 37,000 დარჩა თავიდან, შემდეგ აჯანყება ამოწყვიტეს, განადგურეს. იქ ორი სიკვდილის ბალაკი იყო, კიდევ ახლო მაგრო ტრამბლინკა 1, ტრამბლინკა 2 და ზოგს იქაგზავნიდნენ შიმშილით, ავადმყოფობებით, დახვრეტებით, მთლიანად ამოწყვიტეს. 53-ში მთლიანად გაქრა რა ეს ვარშავის გეტო. αλλά როგორ ფიქრობს მოსახლეობა? მაგალითად 42 წელს არჩევნები რო ჩატარებულიყო გეტოში და რომ ყოფილიყო 20 მანდატი დეპუტატის და არ ვიცი მე ამ გეტოს ბურგომისტრის მაგალითად და მიიღო ამ ფრანკს მონაწილეობა. ჩემს გეტყვი, მე მგონია დასწრება იქნებოდა 100%-იანი. და 20-ვე მანდატს აიღებდნენ SSL-ები და ბურგომისტრი გახდება, არავითარი გაყალბება არ დაჭირდებოდა, ძმაო. და მე რასაც ვიძახი, ხო და ნუ და ბურგომისტრი ხანს ფრანკი გახდებოდა, ხო სწორი? ეს მოახერხა რა ხელისუფლებამ და მე ერთი რა თანაც იცი რა აბსურდამდე მიდის ხანდახან ერმილე კი არა უკვირდება ხალხი ხანდახან რას ნახე რა სიტუაციებია უბრალოდ გული მწყდება ერმილე შენ ხანდახან რომ აყვებია მაინც იცი როგორ მე გასած მასავით მიყვარხარ და უდიდეს მართლა დიდი გათვლა მაქვს თვიში ღმერთო მომასწრო რომ აქეთ ჩამოხვიდე და ისიღირსი ხარ იმ ადგილზე მაგრამ მაინც ახალგაზრდა მაინც ცოტა წლები ხოლმე ისეთი რაღაცეები დამინახია რომ ღმერთმა დაგიფაროს რომ ეს შენი თვალებით ბევრი გაქვს ვიცი უბედურება მაგრამ რაღაც სიტუაციები და ხანდახან ისეთი აბსურდებია შენ ხანდახან რომ მე ვარ საქართველოში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ესე იგი არის ასეთი ტერმინი, ხო? საქართველოში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები.
არაფერ გაკვირვებას არ იწვევს შეუულებრივად მიღებული ფრაზა ხო არის კაცო ასე ხო არ მეჩვენებ ხო არის კაცო საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეები თავიდან აღნიშნე ჩვენ რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ ხელისუფლებას რასაკვირველია უფლება აქვს უფლება კი არა მოვალეობა აქვს მე მინდა ახლა კარგად მოусმინო ნუ თუ მოусმენე კაი სიზამე ესე იგი ხელისუფლებას განამარტო უფლება აქვს მოვალეობაც გააჩნია გენაცვალე რომ თუ ადამიანები არიან შრომის უნარიანი საპენსიო ასაკს არ არიან მიღწეული და მძიმე ეკონომიური ვითარება და სამუშაო ადგილების მკვეთრი დეფიციტია მათ მიანიჭონ უმუშევრობის სტატუსი და დაუნიშნონ უმუშევრობის შესაბამისი კომპენსაცია. ამის განამარტო უფლება აქვს, მოვალეობაც გააჩნიათ. მეორე ვარიანტი. თუ ადამიანი არ არის საპენსიო ასაკის და ამავე დროს თუ ის არ არის საპენსიო ასაკის და მას თავისი ჯანმრთელობის გამო მას შეზღუდული აქვს თლიანად რან დაწილობრივ შრომის უნარი სახელმწიფო ესე იგი ვალდებულია რომ მას ესე იგი ინვალიდობის რომელიმე ჯგუფი პირველი მეორე მესამე მაგალითად ჯგუფი მიანიჭებს და შესაბამისი შემწეობა მოუჩინოს მაგრამ ახლა სვამ კითხვას ახლა შენ უსემ გაიგებ მე ფაქტს ყველამ გაიგებ რა უფლება აქვს სახელმწიფოს გენაცვალე როდესაც მოსახლეობის დაწეს მოსახლეობის რომელიც ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი სუვერენია ყრობელია შენ როდესაც ანიჭებ სოციალურად დაუცველის ანუ ჩაგრული სტატუსს და პირდაპირ ჩვენები ევლინები მას მოძალადეთ და ჩაგრელად დაფიქრდი ემილე რასაც იძახი როგორ შეიძლება მე სოციალურად დაუცველი ვიყო სოციალურად დაუცველი თუ მე ხელისუფლების სუვერენი ვარ დაფიქრდი ემილე რასაც იძახი მე თვითონ ტერმინზე გეუბნები განა იმის წინააღმდეგი ვარ კაცო ემად ვინმე არიფიქროს მაგის იმას ვაპირე კიდევ ერთი სიტუაცია ეს არის ბოდიში მარტივად ვიტყვი რა ეს არის მოსახლეობის ასე რომ ვთქვათ იარლიკის ჩამოკიდება და დაკიდება თავზე დამოკლეს מחვილის შენ ხარ გაჭირვებული შენ ხარ ღატაკი მე შენ გაჭმევ გასმევ და თუ ჭკვიანად არ იქნები ქულას დაგიკლებ და მაგასაც გამოგიგდებ პირიდან და შიმშილით გაგაძრობ სულს ეს არის ზონდაჟი პირდაპირ საკუთარი მოსახლეობის ფიქრის უნარსაც არ გიტოვებ რომ თვითონ ამის ტერმინოლოგია არის თავში დანაშაულის შემცვლელი უკვე ხელისუფლების მიერ გამიგე კარგი სხვა რამეს მინდა კიდევ ერთი მომენტი მინდა კიდე აი შეხედე როგორი მექანიზმებია შესანიშნავად ახლა არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა ამ გარემო ვაჭრეების ხوارაზმერები ვით რო შეესიენ ჯერ ნაციონალების დროს მერე ქოცების დროს სხვადასხვა როგორ პირველ ისე მეორე ბევრს კიდევაც ესიამოვნა ეს სიტუაცია ბევრმა ძალიან ჩათვალა რომ ეს ასეც უნდა იყოს მე როგორ პირველ ისე მეორე შემთხვევაში ხანა ჩართული ვიყავი კაცო უბრალოდ გეტყვი როდესაც პირველად ნაციონალების დროს დაიწყო თავიდან მე და ჩემი ახლობელი კუსა იყო რომელმაც თავისუფლების მოედანზე კოლმეურნეობის მოედანზე ამ გარემო ვაჭრეები შევკრიბეთ აქცია აკუბარდიასთან მიყვანა პოლიციასთან შედაგება კივილი და შემდეგ გამოიარა ჩხატიშვილმა მაგას მაგრად უყვას ტელევიზიას ტელემუზიკა შევარქვიმე და ერთი 30 კაცი რუპორით გამოიარა და ჩვენი 90-100 ადამიანი თხოვეთ რომ შოუერთი და გავავით თქვა ხო რომ რაც შეეხება ოცნების დროს ჩვენ დავიწყეთ ეს მე და მამისამ დავიწყეთ სარაჯიშვილის კი არა მარჯანიშვილის მეტროსთან შემდეგ გავაგრძელეთ უკვე ნავთლუღში შემდეგ გავაგრძელეთ ვარკეთილში და ბოლოს ახმეტელის მეტროსთან მე სხვა რაღაცას მინდა მე მოვიდა ლაშა ჩამოვიდა თხოვა რუკონი მეც ვიტყიო ის ბაჩი სადგურზე და ამის შემდეგ ისევ მაგას გადავაბარეთ
სადავე, კაი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შეხედე ახლა. მოსახლეობის რაღაც ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ეს კარგი რამე. მართლა თუ ასეთი გულუყვილოები არიან, რომ ხელისუფლებას აინტერესებდა ქალაქის, დედაქალაქის გარეგანი იერ სახის, აი ესე იგი ეს ზრუნვა იერ სახეზე, რომ ეს არ ამახინჯებდეს ეს გარეშ ვაჭრობა, ან აი ჰიგიენური საკითხები, რომ ინფექციები არ გავრცელებულიყო, ამ ჰიგიენური წესები რო არ იყო დაცული, ან მესამე ადგილობრივი მოსახლეობის რაღაც გადაადგილების დისკომფორტს რო უხდიდნენ. ამისათვის ხო ელემენტარული რამე აქვს საჭირო. ამისათვის საჭირო იყო, რომ სათანადო მანძილები დაეშორებიათ ერთმანეთს ეს დახლები და შემოეღოთ ჰიგიენის ელემენტარული ნორმები, ჩვეულებრივად, ესე იგი, ძალიან მაღალი, ესე იგი, ჯარიმა თუ ის დააღვევდა ჰიგიენურ ნორმას და მეორე შემთხვევაში გაეუფლებიათ უფლება ჩამოერთვათ საერთოდ ვაჭრობის. ადამიანი თუ ჰიგიენური ნორმების მიმართ საერთოდ სტელურულია და ის ქრონიკული ნირია ხარ, ის არც გამოვაჭრეთ უარგებს და არ გარემოუჩნდეთ. სხვაში იყო გადაცვალი აქ საქმე. ჯერ ერთი რასაკვირველია ფინანსური. ჯერ ერთი აუცილებლად იყო ფინანსური, რომ არც ერთი წინდა, არც ერთი პერანგი არ უნდა გაყიდულიყო საქართველოში, რომ ამათ ჯიბეში ლომის წილი არ ჩასულიყო და მეორე. ეს ადამიანები, გარემოვაჭრეები, მეტნაკლებად პოლიტიკურად თავის არჩევანში დამოუკიდებელი ადამიანები. ხოლო მას შემდეგ, რაც ესენი შეყარეს ყველა უშველებელ ბაზრობებში, რომელთა ან მეპატრონეები, ან ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, ან მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები, ეს ხალხი მართული გახდა და რატო? რაც არ უნდა აუხსნა ბერმილე ამ ხალხს, რომ შენ ისინი რომიდიან და ოცნებას არ შემოხაზავენ, ამას არ გაიგებს მისი ბატონი, ისინი ამას ვერ დაიჯერებენ, რატო იცი? ისინი იცი რა ფულშონილობენ? ლუკმა ფულშონილობენ. რომ თავისი და საკუთარი ოჯახი გამოკვებონ. ამიტომაც ასე ტექნიკურად ისინი კიდევ მართული ადამიანების εν რაოდენობასაც ესე იგი თავის აი ესეთი ფორმები აქვთ, მაგრამ ეს არის ბატონო შალვა ნეოლიბერალური იდეოლოგიის ეკონომიკის მიმართულება, ანუ სუფთა ეკონომიკური ფაშიზმი საკუთარ მოსახლეობაზე. ყოველგვარი წესების უარყოფა, ყოველგვარი რეგულაციების უარყოფა, ყოველგვარი პასუხისმგებლობის მოხსნა სახელმწიფოს და პიროვნებას შორის და მხოლოდ დაქვემდებარება მასის საკუთარი, ეგრეთ წოდებული კანონების ქვეშ, რომ ის მასა იყოს კონტროლირება. სხვა ამას არაფერი არ ქვია. ეხლა ბატონო შალვა, მე მაინტერესებდა გამოსავალიც გვენახა ჯერ ამ საკითხთან მიმართებაში, ან პრეცედენტი, როგორი პრეცედენტიც ყოფილა საერთოდ სოფლიოში ამ სამევახშეო ჭაობიდან სახელმწიფოს ამოსვლის მიწებზე შემდეგ ვისაუბროთ. კონკრეტულად ამ სამევახშეო ჭაობზე. არა, მიწები და აი მე ესე იგი მე ჩემი ყველაზე საყვარელი სიტყვა. თუ რამე არსებობს და თუ სადმე როდესმე გავყიოდი, საერთოა როგორც საბანკო სამევახშეო სისტემა, ეს ჩაკეტილი ბინები, სახლები რო არის და ასევე მიწების თაობაზე. ეს არის გადაცვალე ნაციონალიზაცია. ნაციონალიზაცია ეს არის გადაცვალე კერძო პირიდან სახელმწიფოს კუთვნილებაში, აი უძრავი ქონების, ბანკების, საწარმოების ასეთი რაღაცების გადასვლა. ხტები რა ყველაფერს რა, რაც კი რამ არსებობს. ამას ქვია ნაციონალიზაცია და ორი სახე არსებობს. ორი ესე ერთი არის, როდესაც სახელმწიფო უსასყიდლოდ პირდაპირ ართმევს საკუთრებას კერძო პირს. ექსპროპრიაცია.
ხო, ექსპროპრიაცია და კონფისკაცია, ეს სახელი ქვია, ექსპროპრიაცია, კონფისკაცია და მეორე არის, როდესაც ის მთლიანად ნაწილობრივ გამოისყიდის, ამას რეკვიზიცია ქვია. ხო, ახლა პირველი რო განმარტოთ ბატონო შალვა, ეს იყო, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, მოახდინეს ჩამოთვლის სუყველას ჩამოთვლი, ახლავე ჩამოთვლის სუყველას თავიდან ბოლომდე. პირველი ნაციონალიზაცია დიახ მოხდა 1917 წელს 25 ოქტომბერს, ორ დღეში იყო 27 ოქტომბერს სრულიად რუსეთის ეს მოიყრილობა, როდესაც მოიწვიეს, მიღებული იქნა დეკრეტი მიწის შესახებ. როდესაც მთელი მიწა ადგილობრივ გლეხთა გლეხებს გაუნაწილეს მოკლედ მთელი მიწა რა. იმავე 17 წელს მოხდა ბანკების ნაციონალიზაცია და შემდეგ უკვე მიყვნენ 18 წელს რაც კი რამ არსებობდა. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამორთმევა გადაცემა ხალხს. პირდაპირ ექსპროპრიაცია, პირდაპირ წარდგა რა ის ანაზღაურება ხო არა მაგი კი არა უცხოეთი ეს ექსპროპრიაცია, კონფისკაცია მოხდა პირდაპირ კაცო ძალად სხვა რამე და რო გითხრა ესე იგი სავაჭრო ფლოტი ბანკები ქევთქვი საგარეო ყველა მსხვილი საწარო ყველაფერი მაგრამ ახლა რასაკვირველია ბევრი იტყვის ეს კომუნისტები ეს ბოლშევიკები ჩვენ ხო ამათ არ უნდა ვიბათ შეიძლება გავყვეთ ახლა მაშინ შემდეგ მეორე ნაციონალიზაცია განსხვავდება საფრანგეთში ვერ დავაბრალებთ ახლა სოციალისტურ რეჟიმს საფრანგეთს ხო სოციალისტური ქვეყანა იყო და ძალიან ძნელია ხო და 1926 წელს მოხდა მთელი სამხედრო წარმოების ნაციონალიზაცია ხოლო 37 წელს მთლიანად მთელი რკინიგზის ნაციონალიზაცია საფრანგეთში განაცხადა 38 წელს მექსიკაში მოხდა ნავთობწარმოების მოპოვების მთლიანი ლასარო კარდენასი იყო ამ დროს ისა რა ქვია პრეზიდენტი სხვადასხვა სტალინმა ის სტალინური პრემიით დააჯილდოვა მოხდა ამის კონფისკაცია ნაციონალიზაცია ახლა შემდეგ 1945-47 წლებში დიდ ბრიტანეთში მოხდა ნაციონალიზაცია, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა კლემენცა ეტლი, მაგრამ ამას ახლა მე ჯერ არ გავშლი, იმიტომ ამას დაუბრუნდები, იმიტომ ეს მართლა უნიკალური შემთხვევა იყო და ორი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნის, კაცო, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მაგალითზე ვიტყვი რა, აი გამოსავალი თურმე ასეთ ქვეყნებში რა ხდებოდა 1951 წლის დღეს მახსოვს კაცო 15 მარტს ირანში მოხდა გენაცვალე დღეს ახლა ირანს პრობლემები რო აქვს ზუსტად მაგის გამო რომ მოხდა ნავთობმოპოვებითი წარმოების მთლიანად ნაციონალიზაცია ესე იგი დემოკრატიის შუქურვასკლავები ეს საფრანგეთი დიდი ბრიტანეთი ხო არის 56 წელს მოხდა სუეცის არხის ნაციონალიზაცია ეგვიპტის ხელისუფლების მიერ რამაც გამოიწვია სუეცის კრიზისი ეს გეცოდინება ჩემოძამია შენ როდესაც სამი სახელმწიფო ჯარები შეიჭრნენ ეს დემოკრატიის შუქურვასკლავეთის დიდი ბრიტანეთის საფრანგეთის ისრაელის ჩაერია საბჭოთა კავშირი შტატები გაერო და ნუ რო არ მოგატყო დიდი ცვლილებების გარეშე ეს სიტუაცია რაღაცნაირად ესე იგი მოხდა განეიტრანება შემდეგ ვიცით რომ მთლიანად ყველა ამერიკული საწარმოების ნაციონალიზაცია მოხდა 1959-60 წლებში კუბაში ფიდელ კასტროს მიერ
70-იან წლებში სამთო სამადნო მრეწველობის ნაციონალიზაცია მოხდა ჩილეში. ზუსტად ამის გამო 73 წელს წერო მოუწყო სამხედრო ამბოხი და იცი სალვადორ ალიენდე თავის პრეზიდენტი თავის დაცვასთან ერთად თავის რეზიდენციაში დაიღუპა რა. ახლა ვენესუელაში მადურო ხო მოიტაცეს გენაცვალე. მადუროს მოტაცების თავარი მიზეზი იყო რომ 1972 წელს გენაცვალე 1976 წელს ვენესუელაში მოხდა ნევთობ მოპოვების ნაციონალიზაცია. ხოლო 82 წელს საფრანგეთში მოხდა ბანკების და მრეწველობის დიდი სამრეწველოს 39 ბანკის ნაციონალიზაცია მოხდა ფრანსუა მიტერანის დროს და უამრავი საწარმოებებს. მაგრამ რადგან შემდეგ მოვიდა სხვა ხელისუფლება და ფაქტობრივად ისევე შალვა საფრანგეთი ეკონომიკური კუთხით მაინც გამოირჩევა, იმიტომ რომ ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, სამხედრო წარმოება კი. პანამის არხის არა, თავარზე არ მithქვია, ερμილე, ახლა თავარი მინდა რომ ვთქვა. 40 ესე იგი, ხო, 1908 წელს, ახლა ზუსტად საბანკო სამევახშეო ტერორზე მივდივარ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა ორი ჰიპოთეკური კონგლომერატის, მე არ ვიცი, ან ასეთი საკუთრებას, ან ასეთი აქტივების სოფლიოში ყველაზე უფრო დიდი ჰიპოთეკური კონგლომერატის ხენი მეისა და ფრედი მაკის ნაციონალიზაცია. ესე იგი, ბინამჩენელობის ფინანსირების ფედერალურმა სააგენტომ თავის კონტროლს ქვეშ შეიყვანა და ნაციონალიზაცია მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ. რატო 9 მილიონ ამერიკელს შეექმნათ. განა ვინმე ქუჩაში გამოყარა ის ქუჩაში რაღაც პრობლემები შეექმნათ და რაღაცა ცოტა დისკომფორტი იგრძეს ამ ჰიპოთეკური ვაიმე როჩდიშ ვიღა აღარ შევარდა. ხო და იმდენი ძიება იმდე განადგურეს ეს ორი ეს ფაქტიურად მოსწეს და დაიწყეს ძიება და იქამდე მივიდნენ რომ 2009 წელს ფრედი მაკის აღმასრულებელმა დირექტორმა 51 წლის დევიდ კალერმანმა თავი მოიკლა ბიჭო თავი მოიკლა არიცი რატო ბონუსებიო რაღაცა ზედმეტი გაქვს მიღებული ამ წლების განმავლობაში $800,000 იქონია აღებული ბონუსების სახით აქ ასეთ ახეთი საქართველოში ლაპარაკი ხო არ არის რა ის $800,000 თუ ძმახა თავი მოიკლა ახლა მე მინდა ამ ორ რამეს დაუბრუნდე გენაცვალე ამ კლემენტო ეტყვის მე არ ვიცი მე ასეთი პიროვნება თუ შეიძლებოდა არსებულიყო ესეც არ ვიცოდი კაცო ვინ აშენებდა ნამდვილ კომუნიზმს ჯერეთი დაფიქრდი 45 წელს კოს ჩერჩილს მოუგო ბიჭო არჩენები просто აზე ხარ ჩერჩილს დიდი სამეულის წევს მოუგო და უკვე 28 ივლისს ის პოცდამის კონფერენციაზე გახსოვს ადრე რო ქონდა უკვე კლემენტი ეტლიმჩი შეცვალა მაშინ გახსოვს რომ საუბრობ სტალიზე რო ქონდა გადაცემა კლემენტი ნახე ახლა რასაკეთებს ეს პიროვნება მოვიდა თუ არა 45 წელს ეგრევე გააკეთა მთელი კომუნალური გადასახადების და სამეფო ბანკის ნაციონალიზაცია ყველა რის მეფე რის პარლამენტი რის პალატა თემთა ლორდა საერთოდ არ აინტერესებდა ამ კაცარაბელი ეიღო მინიმალური ტარიფები დააყენა ამ იმის რო არ ვიცი თვის ხელშია ძმაო ჩვენი ეს კომუნალური გადასახადები ხო შეიძლება გაათმაგო რასაც მინიმუმზე დაიყვანა
ბანკებს ყველა ესენი ჯარიმები არის სულ ჩამოწერა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ მიყვა მთლიანად მთელი ტრანსპორტის ნაციონალიზაცია გააკეთა და მინიმალური თანხები. ეს ლეიბორისტი ყოც მუშათა ეს კი არა ნათელაში დამდვილი რა. კაროჩე და შემდეგ მიყვა სამამტყოფოების ნაციონალიზაცია, უფასო ისა რა ქვია ჯანდაცვა. შემდეგ აიღო და კიდევ იქ ნახშირის, რა ქვია ლითონის გაზის, ამის ყველაფრის ნაციონალიზაცია გააკეთა. თანაც თემთა პალატის ნახევარი სახში გაუშვა, რაღაცა ზედმეტად ხართ, ახლა ძალიან ბევრი ხართ, რო იცოდე. 48 წელში უნდა მთლიანად გაეუქმებია, გაეჩერებია ლორდთა პალატა უნდა, ბიჭო, სახში გაეშვა, მაგრამ ახლა ხო ხდები რა მოხდა ინგლისში, წივილი ძლივს დეითანხმესო დროებით გადადო ლორდთა პალატის სახში გაეშვა, წარმოიდგინე. ვინ შეეხებოდა ბიჭო ხალხი ჭკუას კარგავდა ამაზე. ესე იგი სოციალური სფერო, სოციალურად ჯიმე მდგომარეობაში ხალხის მდგომარეობა ბიჭო სოციალურად 2.5-ჯერ გაზარდა ბიჭო მათზე დაფინანსება 2.5-ჯერ. ანუ შალვა, ასე რომ ვთქვათ, ბურჟუაზიის გულში საბჭოთა რეფორმები დაიწყო. საბჭოთა კი არა კომუნიზმი აღორძინებდა კაცი თანაც მე რაღაცეები შეუჩნდეთ ხო მე ბინამჩენებლობა მილიონი სახლი ააშენა ძმაო მე კი არ ვიდა ყველა სათამშები მაგრამ ყველა კოტეჯი ხო არ ააშენა მილიონი სახლი აშენდა ამ 45 და 56 წლამდე ყველაფერი უფასო ძმაო ყველაფერი ესე იგი 2.5-ჯერ გაეზარდა ვინც სოციალურად შეჭირებულები იყვნენ, ვისაც მარჩენალი ყავდა, ბავშვები, არ ვიცი ხალხი. აი როგორ გითხრა? და ხო ხვდები რა მოხდა მის წინააღმდეგ რა ძალები შეიკრიბებოდა. აი ხო ხვდები ახლა რასაც ვიცი. აბსოლუტურად ყველა კაპიტალისტური რვაფეხა. 50-ში რაღა ასიაო მოიწვია თავიდან, მოიწვია თავიდან ისა არჩევნები რიგარეშე. მოუგო ისევე ჩერჩილს, პირწმინდა. შემდეგ ეს კრიზისი რო იყო. კორეის ომი ხო იყო. იქ შეუქმნეს შემდეგი პრობლემები და 51-შიც მოიწვია რიგარეშე არჩევნები. და არიცი რა მოუვიდა? მაშინ ავადმყოფობდა უკვე იმ დროს ავადმყოფობდა, მაგრამ მე კაი ხანი იწოდა. არასოდეს რო არ მიუღიათ ლეიბორისტებს ისეთი პროცენტები მიიღო. 48 და 8/100. ხო ბევრად მეტი ვიდრე კონსერვატორებმა, ბევრად მეტი. ხდები რაზად ვიძახი, მაგრამ რა ქვია იმას კაცო. მაჟორიტარული სისტემის არჩევნების თავისებურების გამო გამოვიდა რომ თითქოს წააგო. ხდები რაზე მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მაგრამ მაინც აგებული გამოვიდა. ხდები ეს რაღაცა ისეთი სისტემა იყო, მაჟორიტარული არჩევნების სისტემა. თან მინდა ხაზგასმით აღნიშნოთ, ეს არის პერიოდი, როდესაც პოსტნაომარი ინგლისი არის, როდესაც დანგრეულია ქვეყანა. ხო, ცივი ომი არის, კოლონიებს კარგავს და პირიქით ამ დროს შემოსავალი სამეფოს შემცირებული აქვს, ხალხი ასე რომ ვთქვათ, მიჩვეული ყავს აი ამ ველურ კაპიტალიზმს, მაგრამ ამ დროს ჩნდება ადამიანი, რომელიც აკეთებს ამას. ახლა არ შეეძლო იმას, რომ ქვეყანა ემართა ისე, რომ ხალხისთვის ეს ახალი სიკეთეები არ მიეცა. მაგრამ ამ დროს ხალხს აბოდებდა, აი გიორგ მე-6 იყო მაშინ მეფე. იქ ბევრი მაგის შესახებ წაკითხული, თვითონ მეფესაც მოწონდა, იმიტომ რომ გიორგ მე-6-თან ახლოს იყო. თანაც უხსნიდა მეფეს რა. ამათი კაროჩი, ისინი პირიქით ინგლისის ტახტი გაამაგრა. იმიტომ მეფე თავისი რა თქონდა, ხო, ყველანაირად ხო აკობდა რომ ხალხი გაგიჟებული იყო, კაცო. ხალხი დაშოკილი ყავდა. შემდეგ რა მოხდა?
ხუთ წავიდა კიდევ შრომობ არა ახლა ის ვიღაცა კი არ იყო რაც მეორე სოფლიო ომის დროს ვიცე-პრემიერი იყო ჩერჩილის მოადგილე იყო ის კი ვიღაცა კი არ იყო მაგრამ შემდეგ ესე ნახე რა გააკეთეს შემდეგ ისევლე ხო ავანტყოფობდა რამე აქეთ-იქეთ მაგრამ შეშინდეთ ლორთა ბალანდის გაუქმება ხუნდოდა 55 წელს მიანიჭეს ლორთა პალატა მიანიჭა და მეფისივით მიანიჭა თაგი ჩერჩილისთვის არ მოიწედებია ასეთი მემკვიდრეობითი პერისტოდება პირველი გრაფ ეტლი გახდა პირველი ვიკონტი ხტები აი მემკვიდრეობით როგორც გრაფის ლორდის ხო გასაგებია მაგრამ გრაფი და ნუ ეს რაღაც უნიკალური პიროვნება იყო რომ ეშინოდნენ ეს ისევ არ მოგვიბრუნდეს და საერთოდ კომუნიზმი არ დააყაროს იმაში აი ასეთი ხალხიც არსებობდა და საერთოდ აი რა დღეში ვარ აი ახლა მაგალითად საუბრობენ 24 საათი კონსტიტუცია და ამით და თუ შეკითხვა არ იქნება დავამთავროთ რა ახლა მე გეტყვი რა ესე იგი უკვე ჩვენ კონსტიტუციის შესახებ თქვით რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ და რომ კონსტიტუცია ჩვენ ხელისუფლებას თავის თავზე აქვს მორგებული როგორც აი როგორ გითხრა რა ელეგანტური კოსტუმი მოდი რა დემოკრატიის შუქურ ვარსკვლავის ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შესახებ რომელიც პრეამბულა მინდა რომ შემოგთავაზო პრეამბულა ეს არის არსი რა ამ კონსტიტუციის მაგაზია აგებული თერი კონსტიტუცია ეს არის 1787 წლის 17 სექტემბრის კონსტიტუცია ვიცით მედისონის კონსტიტუციას უწოდებენ მაგას სხვანაირად ნახე რა წერია პრეამბულაში ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ხალხი უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების მიზნით მართლმსაჯულების გამტკიცებისათვის შინაგანის შიმშვიდის უზრუნველსაყოფად ერთობლივი თავდაცვის ორგანიზებისათვის საყოველთაო კეთილდღეობისა და ჩვენი შთამომავლობისათვის თავისუფლების მადლის მიღების მიზნით ვაფუძნებ და ვიღებთ ხელისუფლებას კონსტიტუციას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ბიჭო ხალხი იღებს კონსტიტუციას სახელმწიფოსათვის ვეღარ რასაც ვიდაგიდა კონსტიტუცია ისევლია მისი საკუთრება როგორც აი ეს სათვალია ჩემი გამიგე რასაც ვიდაგი და თანაც მანამდე რამდენი წლით ადრე 11 წლით ადრე ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის დეკლარაცია ხომ იყო ეს ხო იცი სადა ეს როშების ამერიკელი პირველად ნიუ-იორკში და თავისუფლების კუნძულზე თავისუფლების ლედი როდგას და ხელში რო უკავია ის დეკლარაცია დამოუკიდებლობის 1776 ივლისი თავარი დღესასწაულია პენსილვანიაში ტრანსილვანიაში პენსილვანიის შტატში მეორე კონტინენტალურ კონგრესზე იქა მიღებული თელმა მამებმა მოაწერეს პოლიტიკურმა მამებმა ხელი ტომას ჯეფერსონმა ჯონ ადამსმა როჯერ შერმანმა რობერტ ბენჯამინ ფრანკლინმა და ლივინგსტონმა ნახე რა წერია უბრალოდ რა თუ დაავიწყდა კონსტიტუცია ასეთი უნდა იყოსო და უფლებები მაგრამ როდესაც ძალადობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გრძელი რიგიო უცვლად დაქვემდებარებული ერთ მიზანს ცხადყოფს ხელისუფლების მზაკრულ ჩანაფიქრს იძულებული გახადოს ხალხი შეაგუო შეუზღუდავ დესპოტიზმსო ასეთ ხელისუფლების დამხობა და მომავლისათვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების შექმნა ხალხის განუყოფელი უფლება და მოვალეობა ხდება. შეხედე 76 წელს, თანაც 56 მეორე კონტინენტალურ კონგრესი, 56 დელეგატი იყო, თანაც როგორი შემადგენლობა. 28 იყო ადვოკატი და 28 დანარჩენი 8 იყო ვაჭარი. ესე იგი 11 იყო ჩარა 13 იყო კანონჩე პლანტატორი მონათლობელი და 7 უბრალო რომ მასწავლებელი შეიძლება დურგალი
და ესენი 28 რო იყვნენ კიდო ადვოკატები ესენი თავისი პროფესიით იყვნენ ხოლო სოციალური სტატუსით ან მონათლობელები იყვნენ ან ვაჭრები და მონათლობელები ერთად ხვდები და ამავე დროს 10 იყო მასონი ძალიან ცნობილი ახლა ბენჯამინ ფრანკლინი ალბათ ყველაზე ცნობილი მასონი ამერიკის ერთ-ერთი რა ყოველ შემთხვევაში და 18 საუკუნის მეორე ნახევარში მონათლობელებმა, ვაჭრებმა, პოლიტიკურმა მამებმა და მასონებმა. ვითხრეს, ხელისუფლება ერჩიეთ, განათლება და პატივი ეცითო, მაგრამ თუ შემთხვევითო შეატყვეთო, რომ ყელში წაგიჭირათო და ქანა დიქტატურაზე იყო საუბარი. შეუზღუდავ დესპოტიზმს. რაც ფაქტიურად დღეს დიქტატურა დაუჩენებია და ეს უკვე დიქტატურა არ არის ძალიან. ეს მართლა დესპოტიზმია უკვე გამიგე რასაც ვიძახი აი ძალიან აი ავამტყოფურ აი რაღაც უკვე სხვა ფორმა ეს არ არის უბრალოდ დიქტატურა და დიქტატი და ბრძანებლობა და აი აი პლატოსა მაგალითად დათქვამი სიმდიდრე შეიძლება იზეიმოს მაგრამ ტირანიის სახით არ უნდა იბატონოსო აქ სიმდიდრე ტირანიის სახით ბატონობს გამიგე რასაც ну, არ ვიცი, ემილე, რამდენად გავეცით შენ დასვი, აუცილებელია. თუ არადა, ну, რავსა, ხალხი სერიოზული მასა უნდა შეიკრიბოს, უნდა მეითხოვოს რეფერენდუმის უფლების აღდგენა და ამ რეფერენდუმზე უნდა მოითხოვოს ყველაფერი. ნაციონალიზაცია, ყველა ამ მიწების ნაციონალიზაცია, რასაკვირველია, მთლიანად წარსულობა არ შეიძლება მიწების რაც ნაყიდი აქვს მაგალითად ზოგიერთებს რეკვიზიცია ნაწილობრივი გამოსყიდა ხოლო რაც შეეხება ამ ბანკებს რომლებიც გახდნენ მიზეზი რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიხსნის და საზღვარგარეთ მათი პირდაპირ ექსპროპრიაცია კონფისკაცია პირდაპირ უნდა წაერთვას და ყველა ეს ბინები რომლებიც ჩესყიდული აქვს დაკადილი აქვს ყველა უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობას და დაბრუნდეს საქართველოს მოსახლეობა ხშირად იძახიან ვაიმე ვასო აიღებ ხო უნდა გადაიხადოთ ორი სიტყვით ვიტყვი და დავამთავრეთ ჩემი გამოსვლა როდესაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამართლებრივ სოციალურ სახელმწიფოში ადამიანი იძულებული ხდება მხოლოდ და მხოლოდ ლუკმაკურისათვის თავისი ბოლო საცხოვრისი ჩადოს ბანკში შემდეგ ის დაკარგოს და ქუჩაში დარჩეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების და არამც იმ ადამიანის პასუხისმგებლობა და დანაშაული. ლენინგრადის ბლოკადის დროს დედები ბანკი თავის ხორცი ჭრიდნენ, რომ ბავშვებისთვის ეჭმიათ, მაგრამ მაშინ ბლოკადა იყო, ომი იყო, ეხლა რა არის? კანი ასკდებათ, ჩვენგან მოპარულ მილიონებს ვერ იყოფენ ეს გარეწრები ბოლო-ბოლო. ესე იგი ბატონო შალვა მე ერთს დავამატებდი კიდე ახალი მოვლენა არის ეს ძალიან ცივილური ფორმით ну ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით ასევე პანამის არხის გახსენება მინდა პანამის არხის ნაციონალიზაციაც როგორ მოხდა თავის დროზე და მაგრამ ერთი საინტერესო მომენტი მოხდა 2009 წელს როდესაც სოფლიო ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა და ნუ როგორ იყო შექმნილი ესეთ პატარა ქვეყანას ისლანდიას მოახვიეს თავზე ეს ვალები ყველაფერი თუმცა ისლანდიელმა ხალხმა იქ იმოქმედა ძალიან ადეკვატურად და მოაწყო მართლა მშვიდობიანი რევოლუცია სადაც საერთო სახში გაუშვა ხელისუფლება და კონსტიტუცია ხალხმა დაწერა ძალიან საინტერესო პრეცედენტი არის ეს და დაწერისთანავე პირველი რაც გააკეთა მოახდინა ისლანდიის როგორც სახელმწიფოს ბალანსზე და ასე რომ ვთქვათ წიაღისეული სიმდიდრეების და ისლანდიის ქონების ნაციონალიზაცია ეს პირველ პუნქტად ჩაწერა ხალხის და ქვეყნის საკუთრება, ну ისე 4 ძირითადი რაღაცა იყო, მაგრამ ეს ერთ-ერთი უპირველესი იყო
და მათ შორის რელიგიურ მიმართულებას არა ახლა დიდად რელიგიური ქვეყანა ისლანდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეკლესიას ასევე დიდი უფლებები მიანიჭა და შექმნა ახალი თანამედროვეობის, ასე რომ ვთქვათ, პრეცედენტი თუ როგორ შეიძლება ეს აღვირახსნილი კაპიტალისტური რაღაცა ჯოჯო, რომელიც არის ერთეული ადამიანების ხელში, გაანადგურა. ახლა მე მინდა ხალხს შევახსენო ერთი რაღაცა. ჩვენ გავიხსენოთ აი ეს ოჩოპინდრე ივანიშვილი, როდესაც 2012 წელს მოდიოდა, როგორ რას პირდებოდა ხალხს. ნუ იაფი ფული, ეს ნაციონალიზაციის საკითხები, ეს მევახშეების პრობლემები, ეს ყველაფერი ამ ყველაფრის გადაჭრა და 2 წამში დაამთავრა, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, გამოაცხადა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კოჰაბიტაცია, ვერაფერსო ვეღარ შევასრულებო, ბევრი ფული არისო, დახარჯული ასე შემდეგ ადგა წავიდა. დღეს წავიდა ფორმალურად. დღეს მის მერე არის გასული უკვე მე-14 წელიწადია, რაც ეს ერთი შეპრე ოჩოპინდრე არის პირველ პირად და ხალხს აქ იმის განცდა, რომ მაგის მეტი თურმე საშველი არ აქვს ქვეყანას. ეს ფსიქოტერორში ჩავარდნილი, დაავადებული მასის სტოკჰოლმის სინდრომის გაჩენა არის, იმიტომ რომ ქართველი ერი რაც არ უნდა იყოს ისტორიულად, მაინც ჩანს თუ რომ დიქტატურას ვერ ექვემდებარებოდა, არ ექვემდებარებოდა, ყოველთვის იყო ჩაკრულო, მითო იყო პოპულარული ისტორიულად ჩვენში რომ სულ აჯანყებაზე იყო, ამბოხებაზე იყო მიმართული, მაგრამ ამან შექმნა აი ამ ბერკეტებით, რომ ეს ხალხი ჩაიკლი. მე მინდა ახლა ამ ხალხს მივმართო. თქვენ ოჯახ აშენებულები. როდემდე გინდათ უყუროთ თქვენი ერის, თქვენი ქვეყნის გადაშენებას და იმას, რომ მშობლები შვილებს ვერ ეფერებიან და შვილიშვილებზე ზედმეტი არის საუბარი და დაცლილია საქართველოს და იცლება და ამ ტერიტორიას იკავებს სხვა რჯული, სხვა გენი, პირდაპირი გაგებით ხდება ეს ყველაფერი. ვინ ჯანდაბა არის ბიძინა ივანიშვილი? მით უმეტეს ხდება, მაგრამ ქალაქების ფონდზე. ხო, აი ახლა თქვა ბატონმა შალვა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ბრიტანეთმა მოიშორა ჩერჩილი. დამარცხებული ქვეყანა. საერთოდ სირცხვილი ნაცია შეურაცხყოფილი, როგორც იყო საფრანგეთი. და ერთმა კაცმა, პიროვნებამ, შარლ დე გოლმა ამ ნაციას ღირსება აღუდგინა, ცხვირპირი ჩამობანა, დამარცხებული ქვეყნიდან, განადგურებული სამარცხვინოდ 8 დღეში წაგებული ომიდან. ერი ამოიყვანა ჭაობიდან, ეროვნული ღირსება თვითშეგნება და გამარჯვებული გამოიყვანა მეორე მსოფლიო ომიდან. 46 წელს მოიშორეს ფრანგებმა დიქტატურის ნიშნები გაგაჩნია. კი, მერე როგორ მოხდა მისი მობრუნება და ესე შემდეგ ეს ცალკე თემა არის კაცო. მაგრამ რაშია საქმე? ეს არის ერის თავისუფლების და ერის ღირსების საკითხი. რო გადაგვაყოლეთ ერთი ვისად იყო მაგ დროს ღმერთმა იცის, მიშას მოშორებაში ბედაშალვას რაცვლილი გვაქვს შეტანილი, ზოგიერთი ჯიჯილაგიანად არ გააკეთებს არაფერს მისი ერის და ქვეყნისთვის. რო გადაგვაყოლეთ მიშა მოგვაშორაო, რომელი სამამულო ომი ამან მოიგო. და მიშა თუ მოგვაშორა იმისთვის რომ ლოცავთ, ომი არაო, ომი გაჭირვებულს და გაღლეტის და გაძვალყავებულს კიდე ომმა რა უნდა წაართვას. არ უნდა წაერთვას მაგას. ერთხელ რომ მოდის ადამიანი და გატყუებს, ისაა თაღლითი და ნაძირალი. მეორედ რომ მოდის ადამიანი, ეს უსინდისობის ტვირთი ნაწილდება. ნაწილი მისია, ნაწილი შენია. მესამედ რომ მოდის ადამიანი, იგივე ადამიანი, ერთი და იგივე ადამიანი და ერთი და იგივე ენთა სიტყვით გატყუებს, უკვე ის არ არის ნაძირალა, შენ ხარ ნაძირალი. მაგი კაცო, ლონკა, ხარ, შეუძლებლად მოაწყდეს. ესე იგი, ამბობდა ცხონებული ოტია იოსელიანი ამბობდა, რომ ვერ გამიგიაო, რას ქვიაო, ადამიანმაო, ერთხელ მოგატყუა, ორჯერ მოგატყუა და კიდე მისი მხარდამჭერი ხარო. ეთყობა გაწყობს და იყიდებიო. ამაში არის მთელი უბედურება, თორე ამდენჯერ მოტყუებული ქართველი, მე და შენ ვერ მოვატყუებ ამ ხალხს და სასიკეთო გზაზე ვერ დავაყენებთ. მოტყუებას კი არა, სიმართლეს ვერ გიჯერებენ, იდო ტყუილს კი არა. ვერ მოვატყუებთ, მაგას გეუბნები ბავშვობაში, ესე იგი თოთორო ხარ და
ესე რომ ვთქვა, თასმის შეკვრას სწავლობდა, ხან სწავლობდა, ხან ვერ სწავლობს, ხონებულმა მომმა ჯემა მითხრა, რომ შემეშალა ვერ შევიკავი, შვილო, ხო შეიძლება ერთხელ წესიერად შეგეშალოს. ხო შეიძლება თქვენს გაიდეთ მომშვილებო, ერთხელ წესიერად შეგეშალოთ. თორე არა მე ამიტომ მალხაზ ბენდელიანი წერს შალდეკოლიო ევროპელი იყო ძმაო ჩვენ კავკასიელები ვართ ცოტა დემოკრატია წყობინებასთანო შორს ვართ არა შენ შემოგევლე ასე კავკასიელები რო ვართ ჯერ ერთი მართლა სად იყო ევროპა და მართლა ევროპაში ერთადერთი ქვეყანა ისლანდია იყო რომელსაც მე-19 საუკუნეში ჰქონდა მაგ პერიოდში საპარლამენტო ცხოვრების ესა თუ არა კავკასიას რო ჰქონდა თვითმმართველობის დამოუკიდებელი სასამართლოსი და ჯერ ერთი მაშინ დარბაზის ინსტიტუტი და ქალი მეფე მაგის საერთოდ არ დაესიზმრებოდა ამ დემოკრატიულ ევროპას და შეერთებულ შტატებს მაშინდელი არ არის ეგრე და მით უმეტეს კავკასიელები რო ვართ და ღირსება რომ მეტი მაღლა გვიყენია ჩვენს მატერიალიზმზე იმიტომ რომ ევროპელის და აზიელის ძირითადი ამოსავალი წერტილი არის ბაზარი და ვაჭრობა კავკასიელი ქართველი კაცისთვის ეგ ყოველთვის სირცქვილად ითვლებოდა და არამატერიალური უფრო მეტი მაღლა იდგა ვიდრე ესა მატერიალური ხო ბოდიში ეცი თქულა ჩაგეჭრები საერთოდ ანდაზები შენ კარგად იცი არის ადამიანის ერის ცხოვრების წესის პირდაპირ სარკისებული ამსახველი და ასეთი ანდაზა გვაქვს ჩვენ მეფე გაგიწყდეს თემ შეეხვეწე თემი გაგიწყდეს გადაიკარგო ესე იგი თურმე სამეფო ხელისუფლების დროს ხალხის უფლება მესთვის უფლებაზე მაღლა იდგა სამართლიანობაზე რომ მიდის და კანონებზე საუბარი კანონებმა იკანონოს სიმართლემ კი იბატონოსო და ერთი რა პირო ანდაზა ქართული აი თუდად გახდები მოსკავში არცად არ გამიგონია დედამიწა და სინდის ნამუსი აწონესო სინდის ნამუსი მეტი გამოდგაო ჩვენთვის ქართველებისთვის რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა სინდის ნამუს ღირსებას ემილე ცოტა არ იყოს დავიღალი წლემამა მიწია მგონია დავამთავროთ ბატონო დავამთავროთ სასიამოვნო იყო ბატონო შალვა თქვენთან საუბარი როგორც ყოველთვის დაგემშვიდობებით ცოტა ხნით გავაგზავნეთ მე ჩემ აუდიტორიასთან საუბარს და დიდი მადლობა გაიხარეთ